მაშინაც ალექსი მეორე არ იხსენიებდა მსოფლიო პატრიარქს. არ იხსენიებდა იმიტომ, რომ მსოფლიო ალექსი ლიტვიდან იყო, პრიბალტიკელი იყო და იქ მსოფლიო პატრიარქმა გახსნა ეკლესია და ამას ვერ პატიობდა. ჩვენ გვეკუთვნისო და არ იხსენიებდა. ალექსი მეორე და რუსეთის მოსკოვის პატრიარქი დიპტიხში ჩვენზე უპირატესია, ჩვენზე წინ დგას და სადაც როცა ის ჩამოდის საქართველოში ყოველთვის ისწირავს. ჩვენს პატრიარქს არ შეეძლო მასთან ერთად თვითონ ეწირავ. ავტოკეფალიის მიღების შემდეგ. არა, საერთოდ დიპტიხი ნიშნავს, რომ რომელ ადგილზე გიხსენიებს მსოფლიო ეკლესია. და ის მეხუთე არის და თუ ქვემოთ არის მეოთხესთან, მაშინ ისწირავს, მაგრამ მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 ეს ყოველთვის ალექსი ეწირავ. დიახ. უბრალოდ მოსკოვის პატრიარქი. და ის წირავდა, მე სტიქაროსანი ვიყავი მაშინ. სიონში. დიახ. და მაშინ სამება საერთოდ არ იყო ჩაფიქრებული და არ მოიხსენია, რახან ის მართავდა, მან არ მოიხსენია მსოფლიო პატრიარქი. და პატრიარქი თანამწირველი იყო. და ის მართავდა და მას შეეძლო ეს. როგორც კი მან მოხსენიება, ყველა ეკლესიებს ხო იხსენიებენ პატრიარქი. მსოფლიო პატრიარქი არ მოიხსენია. პატრიარქი გამოვიდა, იმან რომ ჩამოამთავრა, გამოვიდა, გამოართვა ბარძიმი და დაიწყო მსოფლიო პატრიარქით და ყველა მოიხსენია. გამოვიდა რომ ალექსიც თანამწირველი გახდა მსოფლიო პატრიარქის მოხსენიებით. ანუ არ დათმო, გესმით რას აკეთებდა. ის არ თმობდა საქართველოს ეკლესიის. ანუ ის რაც კვირას უნდა მოხდეს, ეს პატრიარქის სურვილი არ იქნება. არა, რა თქმა უნდა. მე აქვე მინდა წავიკითხო დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც კვირას ჩამოვა, კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი, მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოსი, ქალკედონის უხუცესი მიტროპოლიტი ემანუელი,